ღამო მშვიდობის, მოგესალმებით. მე მგონი ლაივში ვარ. აგერ მომემატნენ მაყურებლები, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ისეთ თემაზე უნდა ვისაუბრო, ქეთო, როგორ მომენატრე ჩემო ძვირფასო. ისეთ თემაზე უნდა ვისაუბრო დღეს. მოდი დავიწყებ და ნელ-ნელა ვისაც აინტერესებს ეს თემა და ვისაც აინტერესებდა ჩემი პირადი ისტორია. პირადი ისტორია რა მქონდა ორი არჩევანი, რატომ გჭირდება აუცილებლად მენტორი და ჩემი ისტორია, რომელიც დღეს უნდა გაგიზიაროთ, იმიტომ რომ პროცენტულად ყველაზე მეტი ხმა მიიღო ჩემმა ისტორიამ და მოდი ლაივების სერიას. არ ვიცი რა დავარქვა ამ ლაივებს, ვფიქრობ რომ ერთი კაცის პოდკასტი იყოს და იყოს არა მხოლოდ ისეთ თემებზე, ვთქვათ, სამუშაო თემებზე, მარკეტინგზე, გაყიდვებზე და ბრენდინგზე და ასე შემდეგ, არამედ იმ პირად გამოცდილებაზე და გაცნობიერებებზე, აღმოჩენებზე, მიგნებებზე, თუნდაც რაც მე მაქვს და დავარქმევ ამ ლაივების სერიას ერთი კაცის პოდკასტს, შემდეგ ჩამოვტვირთავ და ავტვირთავ YouTube-ზე. ასე. უცბად დაიბადა აქვე იდეა და ძალიან მომეწონა ეს. მოკლედ. ჩემი ისტორია მოსაყოლად ჩემთვის მარტივი არ არის. ვიღაცას რომ მაგალითად, მოდი სანამ დავიწყებ, ჯერ დამიწერეთ, საინტერესოა თქვენთვის, როგორ ფიქრობთ, ხა რა მიგნებასაც, რა იდეასაც მივაგენი, ასე ვთქვათ, რაც წამოვიდა უცბად ზევიდან. რამდენად საინტერესოა, რამდენად კარგი იდეაა, როგორ ფიქრობთ თქვენ? თუ იქნება საინტერესო, იმიტომ რომ, პირაში ერთხელ ვფიქრობ, რომ ამ ლაივებს აუცილებლად გავაკეთებ. ძალიან მიყვარს ხოლმე ზოგადად შეხვედრები, სადაც მაღალი ჩართულობაა და მეორე მხარეს მესაუბრება და მარტო მე არ ვარ ხოლმე დიალოგში, მაგრამ როცა ასე ხარ ლაივში სპიკერი, მეტი გზა არ არის ნამდვილად. მოკლედ, ვიღაცას რომ ჩემთვის 1 წლის უკან ეთქვა, რომ შენ ისტორიას მოყვები და შენ გზაზე ისაუბრებ, ეს იქნებოდა ჩემთვის მადლობა ქეთი, შვენიერიო. ეს იქნებოდა ჩემთვის რაღაცა არარეალური და წარმოუდგენელი, იმიტომ რომ დღეს რაზეც უნდა ვისაუბრო, ეს ჩემთვის მარტივი არ არის მოსაყოლად. ნაით, მეც ძალიან მიყვარხარ. ადამიანების ისტორიები უფრო ამოტივირებს და დიახ, ზუსტად ამიტომ, მაკა რომ მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ქალისთვის გავხდი мотиваცია. ბევრი ისეთი ადამიანისგან მოვისმინე, ვისგანაც ამას ნამდვილად არ ვეროდი. ძალიან ბევრი ქალი მეკითხება რჩევებს და ეს რჩევები არ არის ოღონდ რა თქმა უნდა პირად ცხოვრებაზე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ასეთი მიდგომა მაქვს ზოგადად, რომ და ეს კარგად გამომადგა ეს მიდგომები, რომ აზრს ვეკითხები რაღაცა გარკვეულ საკითხზე იმ ადამიანს, ვისი ცხოვრებაც იმ სფეროში მომწონს. აი მაგალითად, პირად ცხოვრებაზე შემიძლია აზრი ვკითხო იმ ადამიანს, ვისი ცხოვრებაც მომწონს. ვისი პირადი ცხოვრებაც მომწონს. ბიზნესზე შემიძლია გავითვალისწინო იმ ადამიანის რჩევა და აზრი, ვკითხო უფრო სწორად და გავითვალისწინებ თუ არა, ეს კიდევ მეორე საკითხია. ჯერ კითხვაა მთავარი. გავითვალისწინო და ვკითხო ისეთ ადამიანს, ვისი ბიზნესიც მომწონს, ვისი გაყიდვებიც მომწონს და არა ყველას. როგორ არის იცით, ყველასთან ვერ რეზონირდება უკაცრავად ენადამება თქვენი ამბავი. ძალიან უღელავ და გამხნევება მჭირდება. და ჩემთვის ურთულესია დღევანდელი დღე, რადგან იმ გზის მოყოლა მიწევს, რაგსაც მე გავიარე და ის კაშკაშა შემდგარი, როგორც თქვენ ეძახით, მამოტივირებელი ისტორიით თამთა, ქალი, რომელიც ჩანს ეკრანებიდან ღიმილით, ლამაზი, მშვენიერი, შემდგარი, სწავლობს, ვითარდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამის უკან რა იდგა, ზუსტად ეს არის იმ სიმძიმის მიზეზი, რატომაც მიმძის ახლა ამ თემაზე საუბარი და აგერ საუბარზეც კი მეტყობა, მაგრამ სავარაუდოდ, რადგან ერთი ვთქვი, რომ ამას გადავლახავ და ეს შეიძლება ბევრისთვის იყოს ყოველთვის სიამოვნებით მოვისმენ შენ საუბარს, რადგან არაჩვეულებრივად გადმოსცემ ყველაფერს. გულწრფელად საუბრობ. ხო, ზუსტად ეს არის მიზეზი იმისა, რომ მე ახლა არაფერის ფიჩი მომზადებული არ მაქვს შეგნებულად, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირის წინ დავგეგმე ლაივების სერია.
გადავწყვიტე რომ სრულიად გულწრფელად აი ესე რაც არის ის მოვყე და ის ვისაუბრო და თან ძალიან მომწონს მოდი გაგიზიარებთ ერთ რაღაცას პოდკასტებს რო ვუყურებ ხოლმე აი მაგალითად ვუყურებდი თემურ ჭყონია იყო ერთ პოდკასტში მიწვეული და როგორ ყვება ის ყველაფერს არა და არც ერთგან ჭრილი არ არის მიხვდით არც ერთგან მონტაჟის ადგილი არ არის უბრალოდ დაიწყო საუბარი და გავიდა ბოლოში და ძალიან მომწონს ეს უღრმესი მადლობა ნიკა მადლობა მაკა ძალიან მომწონს ეს რომ ადამიანი საუბრობ არა წინასწარმომზადებული რაღაცეებით ძალიან მომწონს ის რომ უშუალო ხარ გულწრფელი ხარ და ნამდვილ ისტორიებს გამოგონება არ სჭირდება ასე ვთქვათ და რაღაცეების გაწერა და რაღაცების ამოჭრა მე რა რომ ენა მებმის მე რა რომ მეშინია ეს სხვათა შორის კიდევ ერთი დაპირისპირება იქნება ჩემს შიშებთან იმასთან რისთვისაც თვალებში ჩახედვა ალბათ არ მინდა და იმიტომაც ვღელავასე მაგრამ ეს აუცილებელია, უნდა გავაკეთო და მე ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ძლიერი ვიქნები, ვიდრე ვიყავი აქამდე. გთხოვთ დალაიქეთ და გააზიაროთ. ძალიან დიდი მადლობა ნიკა. უღრმესი მადლობა. მოდი დავიწყებ სულ თავიდან, რადგან ჩემი გზა სხვათა შორის ბევრმა არ იცის, ყველას გონია რომ რატომღაც გამოვჩდი პირდაპირ ასე ბიზნესში და გაყიდვებში. ბავშვობიდან გაყიდვებს ვუყურებდი სულ, იმიტომ რომ ოჯახი გაყიდვებში იყო ჩართული და დღემდე ოჯახის წევრი ადამიანები არიან ისევ გაყიდვებს აგრძელებენ ტრადიციას და საკმაოდ კარგად იყო, ასე ვთქვათ, სისხლში გამჯდარი გაყიდვების თემა და მე მომწონდა სხვათა შორის ეს მახსოვს ჩემი პირველი ბიზნესი, ეს იყო აქსესუარები, რომელსაც ვაკეთებდი, მძივებით ვაკეთებდი საყურეებს და ბეჭდებს, თუმცა ბიზნეს იდეა იყო უბრალოდ გაყიდვაში არ ჩამიშვე, მაგრამ გაყიდვაში ჩავუშვი, აი ჩვეულებრივი ცელოფნის პარკები რომ გვაქვს ახლა, ფერადფერადი პარკებით, ვისწავლე ქსოვა და ჩემი ხელნაკეთი მაშინ ასეთი ტელეფონები არ იყო სათვალის ჩასადები, Nokia ტელეფონების ჩასადები, აი იმ პერიოდზე ვსაუბრობ ახლა, ჩანთები, ძალიან ლამაზ ჩანთებს ვხსოვდი და ამას შემდეგ ბაზრობაზე ვყიდდი. ვყიდდი ოღონდ უშუალოდ პირადად მე არა, მიმქონდა პაპასთან და პაპას დახლზე მეწყო, ასე ვთქვათ და იქ იყიდებოდა. ჩემთან მიმართებაში რატომღაც ჩათვალე რომ მოგეყოლა შენი ისტორია ჩემთვის. Სიფიქრე რომ ყველა სჭირდება შენი ისტორიის მოსმენა როგორც მეო. არა მხოლოდ ჩემთან მიმართებაში თამუნა რეალურად გუშინაც მოვუყევი ერთ ჩემს მოსწავლეს ჩემი ისტორია, იმიტომ რომ ჩვენ გავიჭედეთ რაღაცა გზაზე, ასე ვთქვათ, მივედით რაღაცა გარკვეულ გზამდე, აქ უკვე ბრენდინგზეა საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ მან დავალება გამომიგზავნა და ჩამიგდო, შევედი შეხვედრაზე და ვუთხარი, რომ ჩვენ დღეს დავალებას არ განვიხილავთ. მე მჭირდება სხვა რაღაც ახლა და მე მჭირდება დაგაბრუნო, მოგიყვანო აქ, დაგანახო ყველაფერი კარგად და მხოლოდ ამის შემდეგ ვწყვეტთ, ვაგრძელებთ თუ არა ამ გზას, როგორ ვაგრძელებთ ამ გზას და რისკენ მივდივართ, რომელ მიზანს მივადგავთ კიბეს. და რა თქმა უნდა, მან გაამართლა, იმიტომ რომ მაგას თქმის არ იყოს პირადი ისტორიები, რა თქმა უნდა, კიდევ სხვანაირად მოქმედებს. ყველა ცნობილი და წარმატებული ადამიანის უკან დგას რაღაცა სირთულეები. ხომ არის ხოლმე რომ ნატრობენ ადამიანები რომ აი ხლა ტაიმის ანუ არავის ცხოვრებას არ უნატრულობ, ვერავის ვერ შევნატრი, იმიტომ რომ ვინ თუ არა მე ძალიან კარგად ვიცი რა დგას თითოეული წარმატების უკან. ჩემ შემთხვევაში რისი გავლა მიწევს ყოველდღიურად სანამ აი რაღაცას მივაღწევ და თუნდაც რა პირადი სირთულეები, რა მენტალური სირთულეები, რა ფინანსური სირთულეები, არის რესურსები, პასივები, აქტივები, რომლებიც მოგყვება და ხშირ შემთხვევაში იყო ისეთი შემთხვევები, როცა პასივი მეტი იყო ვიდრე აქტივი და ერთადერთი აქტივი იყო ჩემი სურვილი. და ამის მეტი მე აქტივი არ მქონია და მახსოვს როგორ წერდი ჩემს პასივებში, რომ მე არ მაქვს მიკროფონი და მე არ მაქვს სანათი და როგორი რთული იყო ჩემთვის პირველი 15 ლარის გადახდა ჩვეულებრივ უბრალო მაგიდის სანათში, რომ ring light-ზე საერთოდ ოცნებასაც ვერ შევძლებდი. კარგი, მოდი დავაგრძელებ იქიდან, სადაც გავჩერდი. შემდეგ უკვე შევისწავლე საოფისე პროგრამები Windows-ის. ამ პერიოდში ვარ იურიდიული კოლეჯის მოსწავლე, არა უნივერსიტეტის.
მეორე კურსზე, საიდანაც უკვე უნდა გადავიდე, მესამე კურსის შემდეგ პირდაპირ უნდა გადავსულიყავი უნივერსიტეტის მეორე კურსზე, იმიტომ რომ ფაქტიურად იქ პირველი კურსის მასალას უკვე გავდიოდი. და ამ პერიოდში მივიღე გადაწყვეტილება გათხოვების. 18 წელს ვხდებოდი. სკოლაში ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი. უნივერსიტეტშიც, ანუ კოლეჯშიც. იურიდიული ერთადერთი მიზეზის გამო ავირჩიე, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა გამოვსულიყავი მუსიკოსი, გამეგრძელებინა მუსიკალური დავამთავრე წითელ დიპლომზე და ამ მიმართულებით მინდოდა გამეგრძელებინა, მაგრამ ბებომ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ხელოვანი ხალხი არაა, წესიერი ყოფაქცევის ადამიანები არიან. და ამიტომ ჩემი შვილიშვილი უნდა მედიცინაში წავიდეს, ამას ხშირად მასმენდა და არც ჩემი, არც შენი და ჩავაბარე იურიდიულზე. სრულიად ძალიან ჩვეულებრივად, იმიტომ რომ მაშინ მოდი ასე ვიტყვი, რომ ტრენდული იყო იურიდიული და თუმცა ძალიან კარგად ვსწავლობდი. ძალიან კარგად ავუყე ალღო, ის კი არა რომ გავთხოვდი და ჩემს მეგობარს რომ დაურეკე, გამოცდაზე რა ქენიო ის ვკითხე, იმიტომ რომ იმ დღისით მქონდა ბოლო გამოცდა, რომელშიც რა თქმა უნდა მივიღე ფრიადი. მაშინ ფრიადები იყო. როცა მე მეორე კურსი ჩავხურე. შემდეგ უკვე, თუმცა აი ამ კოლეჯში სწავლის პერიოდში ვიყავი ძალიან აქტიური, ვიყავი ერთ-ერთი პარტიის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი, ასე ვთქვათ, ახალგაზრდობაში ვიყავი, ეს იყო რესპუბლიკური პარტია, მქონდა პატივი ისეთ ადამიანებთან საუბრის, როგორც დავით უსუფაშვილია, ლევან ბერძენიშვილია და მათი, ასე ვთქვათ, თბილისელი ახალგაზრდული ფრთის ადამიანები, წარმომადგენლების ძალიან კარგი გამოცდილება იყო და მე ვხედავ ჩემს მაშინდელ ბავშვურ ენთუზიაზმს, როგორ მინათდებოდა თვალები, როდესაც ასეთი ადამიანები საუბრობდნენ, მე მათ გამოცდილებას ვისმენდი და ვიზიარებდი. იქიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, სხვათა შორის აღმომაჩინა ჟურნალის რედაქტორმა გორში, ეს იყო ჟურნალი პარალელი და მიმიწვია მოხალისე ჟურნალისტად. გარკვეულ თანხას, რა თქმა უნდა, ძალიან მიზერულს, მაგრამ იმ დროისთვის, მე სტუდენტი ვიყავი, ჩემთვის კარგი იყო და თან იყო ძალიან კარგი გამოცდილება. ვაკეთებდი რას? წერდი ინტერვიუებს, სხვათა შორის ორი ინტერვიუ მაქვს სულ ჩაწერილი და ერთ-ერთი იყო თეატრის მსახიობთან. და ძალიან ისეთი თემები წამოჭრა ამ მსახიობმა, რომ მახსოვს როგორ მრცხვენოდა, რომ ვისმენდი და მისი თამამი საუბარი ჩემთვის როგორი ცოტა ისეთი იყო უხერხული. და ვაკეთებდი ხოლმე კროსვორდებს. ამ ჟურნალისტვის ვადგენდი ხოლმე კროსვორდებს, ჩვეულებრივი ტვინის ვარჯიში იყო, ძალიან დიდი გამოცდილება იყო და უცბად ასეთი აქტიური სტუდენტობიდან, ასეთი სწავლის სიყვარულიდან და ცხოვრებიდან უცბად გავთხოვდი. თუმცა გავთხოვდი იმ პირობით, რომ მე აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა სწავლა, რაც რა თქმა უნდა პირველივე დღეებში დაირღვა, მაგრამ რამდენადაც ვფიქრობდი, რომ ძლიერი გოგო ვიყავი, იმდენად სუსტი აღმოჩნდი და მივხვდი, რომ პირველივე დღეებში მე ვერ შევძელი მეთქვა არა. მე ვერ შევძელი, იმიტომ რომ ძალიან შემრცხვა. მე შემრცხვა ჩემი გადადგმული ნაფიჩის, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება მე მივიღე და მახსოვს დამალული ურთიერთობა არ მქონია, ოჯახის წევრებმა იცოდნენ, ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მახსოვს მათ ვუთხარი, რომ ეს არის ჩემი არჩევანი და ბედნიერი ვიქნები და საკუთარი თავის მადლობელი ვიქნები, უბედური ვიქნები და ამაშიც მხოლოდ ჩემი ბრალეულობა იქნება და ამ სიტყვების მერე მე მომიწია მოვრგებოდი იმ ოჯახს, რომელ ოჯახშიც მოვხვდი და რა თქმა უნდა აქ მომიწია, რომ მეთქვა სწავლაზე უარი. Იმიტომ რომ რაღაცა გარკვეული პირობები იყო, რომელი პირობების მიხედვითაც მე იმ ოჯახში უნდა მეცხოვრა, ხო, ყველა ოჯახს აბსოლუტურად ეს არ იყო მხოლოდ ჩემი ოჯახი, ასე არის ოჯახები, სადაც აქვს თავისი ტრადიციები, თავისი ხედვა, თავისი შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე. მათთვის მიუღებელი იყო ჩემი უნივერსიტეტში წასვლა და ამიტომ მე სამწუხაროდ მაშინ სიძლიერე ვერ გამოვიჩინე, სამწუხაროდ არა. შეიძლება ვთქვა, რომ საბედნიეროდ, იმიტომ რომ სამიარად ჩვეულებრივი შვილი გავაჩინე. იმ პერიოდში
საოფისე პროგრამები რადგან კარგად ვიცოდი და მაშინ ძალიან იშვიათი იყო ამ ცოდნით ადამიანი, იმიტომ რომ ჯერ კომპიუტერები ახალი ხილი იყო. სახლშიც მყავდა 1-2 მოსწავლე და დავიწყე მუშაობა. იცით როგორი ოფისი იყო, სადაც ქსეროქსებსაც ვაკეთებდი, წიგნებს ვბეჭდავდი, ვკინძავდი, რედაქტირებებს ვაკეთებდი, სავიზიტო ბარათებს, თუმცა სავიზიტო ბარათების გაკეთება არ ვიცოდი და მახსოვს, როდესაც ერთ-ერთი შეკვეთა ავიღე და მეგონა რომ კომპიუტერში როგორც ჩანდა ისე ამოიბეჭდებოდა და რომ ნახე რაც გამოვიდა. კლიენტის საშინელი უკმაყოფილება გამოიწვია, მეც ძალიან შემრცვა, იმიტომ რომ მაშინ ესე არ ვფიქრობდი, რომ შეცდომებით ადამიანი იზრდება, მაშინ პირდაპირ ჩემს პიროვნებას ურტყავდა ყოველი მარცხი. ვაკეთებდი ასევე გულზე რომ ეკეთათ ბავშვებს, აი მესამე გორის მესამე სკოლაში შემოვიდა მაშინ, ბეიჯები, ბავშვებს ფოტოებს ვუღებდი, ამ ფოტოებს ვამუშავებდი, მე ამებს ვაკეთებდი და ვურიგებდი. ნუ მოკლედ რატომ შეგრცხვათ ჩემი აზრით უნივერსიტეტი უფრო ნაკლებად იღებს ცოდნას ვიდრე ონლაინო. ეს ონლაინ მაშინ არ იყო, ნიკა, ონლაინ მაშინ არ არსებობდა საერთოდ. მე ვყვები ამას დაახლოებით 19 წლის უკან. 18-19 წლის უკან. ვერთო რა დრო გასულა? ხო. შემდეგ იყო ჩემი დედამთილის აქტიური ჩართულობით მე შევისწავლე სალონის პროფესიები. პირველი ეს იყო წარბის გაკეთება. მადლიერი ვარ ისი, იცით, მან არ მომცა იმისი უფლება, რომ მე მეფიქრა ბევრი, პერფექციონიზმის უფლება არ მომცა. მახსოვს როგორ მიმიშვა პირველ კლიენტთან. შემოვიდა სალონში კლიენტი, ის სალონში მუშაობს დღემდე, შემოვიდა სალონში კლიენტი, იკითხა წარბის სპეციალისტი, არ იყო იქ და კი აქ არის, ეხლავე გაგიკეთებთ და გამიკვირდა და გავიხედე და თამთა მოდი გეძახიან. და რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ ვაწამე. სხვათა შორის ძალიან ბევრი მადლიერი კლიენტი მყავდა მას მერე წლები და სახლში მოდიოდნენ ხოლმე და შეიძლება ვინმე ეხლა მიყურებს იმ ადამიანებისგან. ასევე იყო თმა. როდესაც სტილისტობა ვისწავლე, სხვათა შორის ვიდეოკასეტები ქონდა და ვიდეოკასეტებისგან მას უყურებდი, ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ სწავლებაში. და დამეხმარა რომ დავსაქმებულიყავი ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ სალონში, სილამაზის ცენტრების ქსელი არის, ესეთი გორში გოლდი, სადაც დაახლოებით 5 წელი მუშაობდი და 8 მოსწავლე მყავს გაშვებული, რომლებიდანაც ერთის ამბავი არ ვიცი, დანარჩენი მე მგონი ყველა მუშაობს, რამდენიმე ნამდვილად ვიცი, რომ აი ძალიან აქტიურად და მყარად დგას ფეხზე იმ ცოდნით, რომელიც ცოდნაც მე მივეცი და მე მივხვდი, რომ იქაც ის უფრო მეტად მაბედნიერებდა, რომ ვიღაცას გადავცემდი იმაზე მეტად, ვიდრე რასაც ვაკეთებდი. მანამდე იყო ძალიან დიდი სირთულები მხრივ, რომ როდესაც პირველი შვილი გავაჩინე 18 წლის, რა თქმა უნდა, ამ საოფისე საქმიანობასაც შევეშვი, თავი დავანებე, ჩვეულებრივი დიასახლისი გავხდი. მე გავაჩინე მეორე შვილი და ასევე გრძელდებოდა, მაგრამ იყო პირად ცხოვრებაში ისეთი სირთულეები, რომ მე ვთქვი, რომ უბრალოდ აღარ ღირსმე ესე ვიყო, მე მინდა გარეთ გასვლა, რა თქმა უნდა, ჩდება გარკვეულ ეტაპზე, აი ის მომენტი, როცა ქალი იძახის, რომ მორჩა მე უნდა ვრეალიზდე, მე ეს მჭირდება, მე ეს მინდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სალონი იყო ჩემი, მართლა ვერ ვიტყვი, რაც სალონში მე დამეხმარა, ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ნებისმიერ საქმეს, რასაც ხელს ვეკიდები პასუხისმგებლობით და ჩემი კლიენტებისთვის ვერ ვიქნებოდი უპასუხისმგებლო. ორადორი კლიენტი მახსოვს იმედგაცრუებული, ერთზე პირდაპირ ვთქვი, რომ მე ამის გაკეთება არ ვიცი, ვერ გავაკეთებ, მაგრამ მენეჯერის დაჟინებული, უფრო სწორად უფროსის დაჟინებული თხოვნით გავაკეთე. სწორედ რომ შენი მადლიერი კლიენტი ვარ და სალონიდან გაგიცანია, ლიკა, ჩემიც დიდი სიყვარული და მოკითხვები შენ. გეტყვით რა მომცა სალონმა. ხო, მისი დაჟინებული თხოვნით გავაკეთე ესე ატკიცილი კუდები რომ არის, თუ იცით გვერდიდან კარგად აჭიმული და ესენი არ იყვნენ გორელები, თბილისიდან იყვნენ ჩამოსულები, სამი სტილისტი ვიყავით, სამივეს გადამგვინაწილა, მე ალალად ვთქვი რომ არ ვიცოდი ამის გაკეთება, მაგრამ რადგან დაიჟინა, გავუკეთე. და ეს ქალი იძახის ასე ამას ახალხოთ პირველად ვამბობ ხალხო, მომიყოლია მეგობრებთან ვიცინია, მაგრამ ასე სახალხოთ ამას პირველად ვაღიარებ. ეხლა მე ეს კუდი გვერდულად მაქვს თუ თვალებში კენჭის გავლა მაქვს.
და ცივი შხაპი. არის ყინულიანი წყალი გადამესხა მეგობრებო, ეს იყო ჩემთვის შოკი. ჩვეულებრივი შოკი იყო, ძალიან დიდი სტრესი იყო. თუ კი მანამდე რამეს ვაკეთებდი აბსოლუტურად ყველაფერს ჯერ ახლობლებზე სინჯავდი ხოლმე და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებდი უცხოებზე გაკეთებას. თმის ასეთი იყო მელირება, რომლითაც ძალიან დავუზიანე ჩემი ქმრის, ყოფილი ქმრის დას თმა, ძალიან დავუზიანე და ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება და იმის მერე არავისთვის თმა აღარ დამიზიანებია. მადლობა ყველა იმ ნათესავს, ვინც თავი მანდ სწავლის პერიოდში. და ერთი კლიენტი იყო, როდესაც ვიყავი ძალიან გადაღლილი და მივხვდი, რომ მე თვითონ არ გავაკეთე სწორად. ანუ მე თვითონ იმდენად გადაღლილი ვიყავი და ისე მეძინებოდა, რომ თმა იმაზე მეტი მოვაჭერი, ვიდრე უნდა მომეჭრა. ოღონდ მას არ გამოუთქავს პროტესტი, პირიქით, მის მერეც კარგი სალმით ხვდებოდა და სულ მიკვირდა, რომ რანაირად მესალმება ეს გოგო, იმის მერე რაც გავუკეთე. არც მაშინ გამოუთქოს პროტესტი და არც მერე და ალბათ ეს მისი ხასიათიდან გამომდინარე, რბილი ხასიათი აქვს ალბათ, თორემ სხვა რო ყოფილიყო, შეიძლება მეც რო ყოფილიყო, ვიცეთი პროტესტი გამჩენოდა და გამომეთქვა, რომ ანუ შეცდომები ძალიან ბევრი მომდიოდა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ეს იქნებოდა ურთიერთობებში, ეს იქნებოდა საქმიანობაში. მოსწავლეების პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ ეს არის ჩემში ადამიანებს ვასწავლო, ჩემი ცოდნა გადავცე და ყველაზე მეტად რაც იქ მომწონდა იყო ეს ზუსტად. რა წამოვიღე სალონიდან? სალონიდან წამოვიღე ურთიერთობები. ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, აი საკმაოდ ბევრი ადამიანი გავიცანი, გავიცანი ადამიანის ხასიათები. ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, თვისობრივად გავიცანი. უკვე ვიცოდი ვის რა უნდოდა, როგორი ტიპაჟის იყო, როგორი ენით უნდა მესაუბრა მათთან და მოკლედ, ძალიან მადლიერი ვარ მე სალონში მუშაობის წლების, იმიტომ რომ ის ურთიერთობები შემძინა, რა ურთიერთობებიც ძალიან მაკლდა და ის სიცარიელე შემივსო ზოგადად, რა სიცარიელეც როგორც თამთას პიროვნებას მქონდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო. ამას ყოველთვის ვგრძნობდი და როდესაც მოდიოდნენ ახლობლები და მეუბნებოდნენ, რომ შენი ტვინის პატრონი სალონში მუშაობ, იმ წუთში კი ვუარობდი ამას, რა თქმა უნდა და ვუარყოფდი, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ზუსტად იმიტომ მტკიოდა მათი ნათქვამი, რომ ტრიგერდებოდა. ამაზე ვტრიგერდებოდი. გულზე მხვდებოდა, ნამდვილი იყო, სიმართლე იყო. სალონიდან წამოვედი, როდესაც ნანიკო გავაჩინე. ბავშვებიდან იჭიერი ხარ, მადლობა. მადლობა ელა. ნანიკო როცა გავაჩინე, ძალიან რთული ფეხმძიმობის პერიოდი გავიარე. ფაქტიურად ექიმის სიტყვები მახსოვს, ეხოსკოპისტი ექიმის, რომ მაინც ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ეს ბავშვი ბავშვად შედგებოდა, იმიტომ რომ პირველივე დღეებიდან იყო ძალიან დიდი სირთულეები, 5 თვიდან უკვე მშობიარობის საფრთხე იყო. ნანიკო არის 6 თვე-ნახევრი, 7 თვეაც არ არის ზუსტი. გვინდოდა 8 თვემდე მიგვეყვანა, მაგრამ 8 თვეზე უკვე ლაპარაკი. ხო, რა 7 თვეს ცოტა აკლია. მოკლედ. ზუსტად ეგ მითხრა, 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი დაახლოებით, ექიმა რომ ან სამსახური და ან ბავშვი. ჩემი დაბადების დღე იყო 2019 წლის 23 ოქტომბერი, როდესაც მე ჩავალაგე ნივთები და წამოვედი სალონიდან, მთელი გზა ვტიროდი. სანამ სახლამდე მივედი, მთელი გზა ვტიროდი. ძალიან ბევრი ნაცნობი შემხვდა, მახსოვს, მაგრამ ჩემთვის უკვე მნიშვნელობა არ ქონდა, იმდენად იცით რა, ამაგი გენანება, შეიძლება იქ შენი ადგილი არ არის, ხშირად რატო ვერ გადადიან, იცით ადამიანები ალბათ ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე, რომ მათი ამაგი არის დასანანი და ბოლო წლებში რისთვისაც მე უკვე ხვდებოდი, რომ მინდოდა ოჯახი დამენგრია, ბევრი წლებით ადრე მინდოდა ოჯახი დამენგრია, ვიდრე დავანგრიე, მაგრამ ერთი პერიოდი მქონდა სიჯიუტის, ძალიან გავჯიუტდი, ვიძახდი, რომ ამ ჩემს ნაშრომში ნაშრომი მარტო არავინ არ გაიგოს, რომ შეძენილი კედლებია, მე იმ სახლს 24 შვიდზე ვუვლიდი, ხო? შენაძენის მქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ამაგი, რა სიყვარულითაც მე იმ ყველაფერს ვუვლიდი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. და მე რომ მქონდა ექსიჯიუტის წლები, რომ აქ სხვა ხალი შემოვა ალბათ მე რო წავალ და ამ ჩემს ნაშრომში და ნასიყვარულებ ნალოლიავებში არ მინდა რომ სხვა ხალი შემოვიდეს. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა ალბათ. თუმცა ალბათ მე ნანიკომ და დაბადებულიყო და ზუსტად ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი.
შემდეგ უკვე ნანი არის 7 თვის, როდესაც მისი ნათლია მთავაზობს, რომ ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო, მეუღლეები სვავდნენ და ჩვენ ოთახში რაღაცებს საუბრობდით და ეს გოგო იძახის, რომ კი მაქვს შემოსავალი, მაქვს სამსახური, მაგრამ ჭირდება ძალიან დამატებითი შემოსავალი და ეს დამატებითი შემოსავალი ნახოთ ან Greenway-ში, ან Avon-ში, ან Oriflame-ში, ან რამე და ცოტა არ დავიჯერე, იცით, რაღაცნაირად მეც ისევე ვიყავი სკეპტიკურად განწყობილი ქსელური მარკეტინგის მიმართ, როგორც ზოგადად არიან, ეხლაც არიან. მიუხედავად იმისა, რომ მგონია, რომ უკვე იმდენი ქსელური მარკეტინგია და იმდენი ადამიანი მუშაობს, რომ ყველა ოჯახში თითო ადამიანია ქსელურ მარკეტინგში. გავიდა რამდენიმე ხანი და მეუბნება, რომ დავრეგისტრირდი Oriflame-ში და უნდა დაგარეგისტრირო, ოღონდ. ეს არ მოხდა ისე, რომ რაღაცა პროდუქტს გავყიდით, აქედან ესე იქნება, ესე დავარეკლამეთ. არა, თავიდან ეს ყველაფერი არ იყო. თავიდან იყო ბიზნეს გეგმა, რომელი ბიზნეს გეგმითაც ძალიან დავინტერესდი და მოვიხიბლე, რომ დავინახე როგორ შეიძლებოდა ის თანხები მიმეღო ზოგადად ხა სალონში ხო წარმოგიდგენიათ, რა კარგ თანხებს ვიყავი მიჩვეული და რო დავრჩი ხა სალონის იქით კი სახლში ისე მიუხედავად იმისა, რომ პანდემია იყო, ხალხო მოდიოდნენ სახლში კლიენტები და წარბსაც ვაკეთებდი ხოლმე და თმასაც ვაკეთებდი ხოლმე სახლში. მაგრამ წარმოიდგინეთ უკვე სანამ სალონში მუშაობას თავს დავანებებდი, ვიყიდე წიგნი იფიქრე და გამდიდრდი. ნაპოლეონ ჰილის იფიქრე და გამდიდრდი, აგერ მიდევ სადღაც. პირველი ბიზნეს წიგნი იყო, რომელიც წავიკითხე და რომელმაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, იმიტომ რომ ისეთი მარცვალი დათესა ჩემს გონებაში, რომ ეს მარცვალი გაღვივებას და აღმოცენებას ელოდებოდა მას მერე, რაც წავიკითხე და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ბმა მოხდა. აი, რაღაც წერტილი გადაიკვეთ, აი, რო გაგინათდებათ, ნატურაა ენთო ეს არის. იმიტომ რომ მე იქ მარტო გაყიდვები კი არ დავინახე, იქ დავინახე ბიზნეს გეგმა და ბიზნესი, რომელ ბიზნესზეც სულ მიტრიალებდა თავში, რომ რა ბიზნესი, მაგრამ წარმოიდგინეთ ამ დროს პანდემიაა, ვართ ჩაკეტილები, აი ხო შეიძლება ადამიანს ეფიქრა, რომ ეხლა რა დროს ეს არის, იმიტომ რომ აი აქ რა უნდა გავყიდოთ და რა უნდა გავაკეთოთ. წარმოდგენა არა მაქვს პროცენტების დათვლაზე. როგორ უნდა დავითვალო ეს გაყიდულის პროცენტები, იმიტომ რომ სხვადასხვა პირობები და სხვადასხვა რაღაც გრჩებოდა, რაღაცა სიხდიდი, პირველი კატალოგი საერთოდ ჩემმა ლიდერმა ამიხსნა, როგორ და რანაირად იყო, იმიტომ რომ მე ვერაფერსაც ვერ ვიგებდი. თუმცა მოვისმინე შემთხვევით ესეთი ფრაზა, მაშინ სხვათა შორის კარგი ის იყო, რომ ხალხმა აქტიურად დაიწყო სოციალურ ქსელში ლაივების ჩატარება, ვიდეოების ჩაწერა და მაშინ ძალიან ბევრს უსმენდი დავით კენჭაძეს. სხვათა შორის ბოლო წელია ალბათ აღარაფერი აღარ მომისმენია მისი, დიდად აღარც მივარდება, შეიძლება აქტიურობს კიდეც, უბრალოდ მე რომ აღარ ვნახულობ, არ მხვდება. და დავით კენჭაძეს, დავით გოგიჩაიშვილს, სხვადასხვა ასეთ ტიპებს უსმენდი, ბიზნეს ტიპებს, რომლებიც რაღაცებს გვასწავლიდნენ და რადგან ალგორითმი მიხვდა, რომ ესეთი რაღაცები მაინტერესებდა, ამომივარდა ბრაიან ტრეისის ესეთი ფრაზა, რომ თუ გინდა რომ მიაღწიო წარმატებას, შენი შემოსავლის 10% ჩადეს სწავლაში. პირველივე კატალოგის მოგებიდან ვიყიდე წიგნი. შეჭამება ყაყი იყო თუ არ ვცდები. პირველი წიგნი, რომელიც მოგებიდან ვიყიდე. მას შემდეგ ჩემი შემოსავლების 10%-ს არა, მე მგონი აჭარბებს შემოსავლებს, რასაც მე სწავლაში ვდებ. რატომ გიყვებით ახლა ამ ყველაფერს მიხვდებით, როცა აი ბოლოში მენტორობამდე მოვალ საერთოდ. და ყველაზე რთულ პერიოდს, ოჯახის დანგრევის პერიოდს, როცა მოვყვები, იმედია დრო მაქვს, 8 საათზე სპიკერი ვარ, 65 წუთში უნდა ჩავეტიო. მოკლედ, ჩემი შემოსავლის 10%-ის ჩადება დავიწყე სწავლაში, დაიწყო ჯერ წიგნებიდან, ოღონდ რას ვაკეთებდი, გეტყვით ახლა. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო შემდეგ უკვე წიგნების კითხვა, როცა დაინახეს, რომ მე ამ წიგნებს ვაზიარებდი და რაღაცა წარმატებებს ვაღწევდი. სინამდვილეში წიგნები ვერაფერს გამიკეთებდა, თუ იქ მოცემულს და იქ წაკითხულ რჩევას მე არ დავნერგავდი ჩემს პრაქტიკაში. თეორეტიკოსთან ერთად პრაქტიკოსი ვიყავი. ანუ თეორიას ვსწავლობდი და პრაქტიკაში ვატარებდი ყველაფერს. ძალიან ბევრი რამე არ მუშაობდა, მაგრამ ძალიან ბევრი მუშაობდა.
კომპანიიდან ხშირად გვიტარდებოდა ტრენინგები, ისეთ წარმატებულ და ცნობილ ადამიანებთან, როგორც მაგალითად ალექსანდრე ჯეჯელავა მახსოვს ასეთი რაღაც მითხრა, ტრენინგი გადიოდა შესვენების დროს, უკვე დირექტორის სტატუსს რომ უნდა მიმეღწია, ძალიან მერყეობდი, მივაღწევდი, გავჩერდებოდი, თითქოს მივაღწევდი, აი თითქოს რაღაცა პატარა რო არ გიშვებს და შესვენების დროს არ გავედით რამდენიმე ადამიანი და ესეთი რაღაც თქვი, რომ მოკლედ რატო მიჭირს ვერ ხვდები, აი რატო ვერ მივედი აქამდე, რას ვაკლებ და თურმე არც ბატონი ალექსანდრე არ არის გასული და მეუბნეო, რომ თამთა მოგეწეწყვაო და უცებ გავშრი ვერ მივხვდი რა მკითხა და ეგ იცი როგორი ტკივილიაო, ეხლა შენ როგორი ტონითაც საუბრობო, რომ ელვა შესაკრავში რომ კანი მოგეწეწყვებაო და კი ასე მტკივა თქო და ესე იგი შენ ძალიან მალე მიაღწევ წარმატებასა და მეორე კატალოგში მე უკვე დირექტორი ვიყავი. იმ შეხვედრის შემდეგ, იმიტომ რომ ალბათ მისი სიტყვები რომ შენ რადგან ასე გტკივა, ეხლა უკვე რაღაცას მიაღწევ, ჩემთვის იყო ძალიან მამოტივირებელი. ძალიან ბევრი კარგი სპიკერი ყავდა, კარგი ტრენერი ყავდა, ვისი ტრენინგებიც გავიარე, მაგრამ მე უფრო მეტი მინდოდა. ჭურჭელს ვეცხავდი ტრენინგებს ვუსმენდი, ქუჩაში დავდიოდი რაღაცას ვუსმენდი, ვსწავლობდი, ვკითხულობდი, სულ ამ რეჟიმში გადავერთე, იმიტომ რომ მივხვდი როგორ მწყუროდა სწავლა და მივხვდი რომ ამაში იყო ყველაზე დიდი ოქროს საბადო სწავლა. ზოგადად განათლებაზე დიდს და კარგ საკუთარ თავს ადამიანი ვერ გაუკეთებს. ძალიან რთული გზაა, არ არის მარტივი გზა, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია ამაზე კარგი გააკეთო. შემდეგ იყო აზროვნების აკადემია, რომლისგანაც ავიღე 1 წლიანი პაკეტი, 1 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა მათ ლექციაზე წვდომა მქონდა. და პირველად მაშინ გავიგე ბრენდინგზე. ღმერთო ჩემო, ხა რამ დამავიწყა სახელი და გვარი. გეტყვით, ალექსი ჩიქოვანის. არა და ჩემი ბენჩმარკია და ბრენდინგის მამას მეძახი და ვუსმენ და ვუყურებ ყოველდღიურად და ეხლა გვარი დამავიწყდა ალექსი ჩიქოვანი, რომელსაც აზროვნების აკადემიაში ვუსმინე. პირველად მაშინ გავიგე ცნება ბრენდინგზე და ზოგადად რა იყო ბრენდი და ბრენდი ეს არის დაპირება და ამ დანაპირების შესრულება და ეს გახდა ჩემი იდეოლოგია მუშაობის, ჩემი ღერძი, ჩემი ფუნდამენტი, რომ მე რა დაპირებებსაც ვიძლეოდი, ის დაპირებები უნდა შემესრულებინა ჩემს საქმიანობაში, ჩემს გუნდის წევრებთან და ძალიან ბევრი შევწელი იცით 1 წელში დირექტორი ვიყავი, საერთო ჯამში 12 მენეჯერი გავზარდე გუნდში და უმეტესობა 9 მენეჯერი პირველივე წელს იყო. 1 წელში ვიყავით წელიწად ნახევარში, ნუ მოკლედ საკუთარ დაბადების დღეზე სხვათა შორის გავხდი დირექტორი. და ძალიან კარგი პროექტები მქონდა, დავნერგე ისეთი პროექტები, როგორც იყო სტუმრად თამთასთან და მახსოვს გენერალური დირექტორიც კი მოვიწვია კომპანიის სტუმრად, სხვადასხვა ცნობილი ადამიანები მომყავდნენ, აქტიური ადამიანები, ფსიქოლოგი, იმიტომ რომ აუცილებელი იყო, თქვათ, ფსიქოლოგი ნინო ხოხიაშვილი, რომელმაც გააზიარა საკუთარი გამოცდილება, იმიტომ რომ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გოგოებს ოჯახიდან ხვდებოდათ, ანუ იმ აქტუალურ თემებზე, რასაც ვთვლიდი, რომ ჩემს გუნდის წევრებს და აუდიტორიას სჭირდებოდა, მომყავდა ადამიანები, ვინც საუბრობდნენ მოტივაციაზე და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველა ამ თემაზე. შემდეგ არის თავდაჯერებულობის მარათონი, საიდანაც მე რისთან ვრეგისტრირდები პერსონალური ბრენდინგის კურსზე და ვაკეთებ საკუთარი ბრენდის შენებას ვიწყებ კომპანია Oriflame-ში. მახსოვს როგორ მეუბნებოდნენ, რომ რას აკეთებ, რაღაცას განსხვავებულად აკეთებ და ის პოსტებიც მახსოვს, რომელიც ბავშვის სახელით კი არ იყო შეცვლილი, რამდენიმე ადამიანმა ისე დაწერა, რომ იქ არ წაიკითხა, რომ ბავშვის სახელი მაინც შეეცვალა, რომ ნანი 7 თვის იყო, როცა მე Oriflame-ში მუშაობა ვისწავლე. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ მე შევძლი რომ ყოფილიყავი იქ ბრენდი, იმიტომ რომ ჩემი სტილი მქონდა, ჩემი მიმართულება მქონდა, საკმაოდ აქტიური ვიყავი და ვფიქრობ, რომ არც ერთფეროვანი არ ვიყავი. მქონდა ისეთი სასწავლო პროექტები, ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე მქონდა სასწავლო პროექტები, ირმის ნახტომი, ძალიან მომწონდა ეს პროექტი, აი სხვადასხვა 21 დღიანი მარათონები, ნუ მოკლედ ძალიან აქტიური სწავლება მიდიოდა გუნდში. აი ნინო ნადირაშვილი იყო ერთ-ერთ ესეთ პროექტში, ეხლა გვესწრება აქ, სადაც მე მგონი ვარების დამუშავების თემა მოეწონა ყველაზე მეტად, ხო? ისიც 100 თუ ისე მოლაპარაკებების და გაყიდვების სფეროშია და ყველაფერი აბსოლუტურად მოლაპარაკებები და გაყიდვებია, ხო? მოხდა ისე, რომ ვარ წარმატების ზენიტში, მერე მეწყება ძალიან დიდი დაძაბულობა პირად ცხოვრებაში და ჩემი წარმატება დადის 0-ს ქვემოთ. არა 0-ზე, არამედ 0-ს ქვემოთ და ზუსტად ამ პერიოდში ვანგრევ ოჯახს
და მახსოვს ჩემი ფული ამ დროს არის ბიბლიაში დამალული 20 ლარი, რომლითაც მე წამოვედი სახლიდან. ხო, ძალიან ისეთ რაღაცებს ვყვები ახლა. ბევრი სირთულე შემხვდა. ძალიან კარგ პირობებში ვცხოვრობდი, როგორც გითხარით და არ მეთმობოდა ეს პირობები და ძალიან ცუდ პირობებში მომიწია ცხოვრება მაგ, იმიტომ რომ მიჭირდა, იმიტომ რომ შემოსავლები ფაქტიურად აღარ მქონდა, იმიტომ რომ იყო ისეთი პერიოდი, უკვე აი კარგი პერიოდი, როცა იყო მაგ პერიოდში, იყო, როდესაც დღეში 3 ლარად შემეძლო მეცხოვრა და იყო პერიოდი, როდესაც ეს 3 ლარიც არ მქონდა. რა ხდება ამ დროს? ოჯახის წევრები, კეთილის მსურველები, ახლობლები, საუკეთესო იყო, მადლობა შენო, მადლობა ნინო. ყველა გირჩევს საკუთარი გადმოსახედიდან და ისე როგორც სტანდარტებია. დღევანდელი გადმოსახედიდან მაპატიონ მათ თუ მე არასწორად გავიგე, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის ნიშნავს, რომ თითქოს ადამიანებს ჩემი თავიდან მოცილება უნდათ და თითქოს მე ვერ ავიღებდი, მათ არ სჯეროდათ ჩემი, რომ ალბათ რომ მე შევძლებდი ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და შევძლებდი მათი დახმარების გარეშე ფეხზე დადგომას, ამიტომ იყო იდეები, წადი მაღაზიაში იმუშავე, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ თუ არ დაეცი ვერ წარმოდგები უფრო ძლიერიო, კი, მაგრამ მით უმეტეს როცა მინუსებიდან დგები. მე ძალიან დავარტყი ცხვირი ჭაობს, ძალიან და მე რომ ეს ცხვირი არ დამერტყა, ვერ ავდგებოდი. ნამდვილად ეს იყო ამ დარტყმის ძალა მომიყვანა. მაღაზიაში მუშაობას არ ვთაკილობდი, სხვათა შორის არაფერს არ ვთაკილობ ზოგადად, აი ნახეთ, ხო, ჩემი განვლილი გზა რა არ გამიკეთებია, რაზე არ მიმუშავია, ხო? მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ჩემი პოტენციალი მქონდა. პირველად, როცა ჩემს კურსებზე ვსაუბრობდი და ჩემი კურსების შექმნაზე ზოგადად ვსაუბრობდი, ადამიანები როგორ მიყურებდნენ, იცი ეს ხო არა ფრენს, აი რო უყურებ თავს რო გიქნევს, მაგრამ რო ხვდები, რო ფიქრობს, რომ ეს რაღაცა ვერ არის კარგად დაფრინავს რა და ამ პლანეტაზე არ არის და სხვათა შორის ერთ-ერთმა ბიზაშვილმა მითხემი შენო აქ არ ხარო და ფაქტია რომ აქ ვიყავი და ფაქტია რომ მე ჩემს ოცნებებს არ ვუყალატე და მიზნებს და მე მეტი გზა არ მქონდა, მოდი ამასაც ვიტყვი, როდესაც მეტი გზა არა გაქვს, მართლა ყველაფერს აკეთებ, რომ ფეხზე დადგე. დღეს მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც არ დამეხმარნენ, იმიტომ რომ მე რომ დამხმარებოდნენ, თუნდაც ფინანსურად ეს ადამიანები, მე უბრალოდ გავჩერდებოდი და არც ვისწავლიდი, არც გზას გავაჩერებდი, იყო ისეთი არც გზას გავაგრძელებდი, უბრალოდ გავაჩერებდი და რაღაცა მინიმალურს დავთანხმდებოდი ალბათ. იყო ესეთი შემოთავაზებები, რომ საერთოდ წადი ემიგრაციაში და მე მივხვდი, რომ ემიგრაციაში მე ვერ გადავრჩებოდი უბრალოდ, იმიტომ რომ მე ფუნქციას დავკარგავდი სრულიად. ხშირად ადამიანები მე მეუბნებიან ხოლმე, რომ ფული ონუ გიყვარსო. და მე მიყვარს ფული სინამდვილეში, კი ძალიან მიყვარს ფული და გეტყვით ახლა აგიხსნით რატომ ვიძახი ამას, იმიტომ რომ ფული მიყვარს და ვაკეთებ ისე, რომ ფული მემსახუროს მე. და ადამიანები, რომლებიც მძაფრად ამტკიცებენ, რომ ფული არ უყვართ და ფული ხელის ჭუჭყია და ასე შემდეგ, 24/7-ზე მუშაობენ იმისთვის და კარგავენ ცხოვრებას, რომ ფული იშოვონ ისეთ სამსახურებში, სადაც მუშაობა არ მოსწონთ. მე ვერ ვიტყვი, რომ ყველა ბიზნესში წავა და ყველა მენტორინგში წავა და ყველა, ანუ არიან საჭირო ადამიანები, მენეჯერებიც საჭიროები არიან, ბანკის თანამშრომლებიც, სალონის, ასე ვთქვათ, მომსახურებაც აუცილებელი, აბსოლუტურად ყველა სფეროში აუცილებელია, რომ იყვნენ ადამიანები დასაქმებულები, მაგრამ თუ იმ შემთხვევაში თუ ის მართლა უნდათ, მართლა მათია და მართლა უყვართ. და ხშირ შემთხვევაში ისეთ სამსახურს ეწევიან, რაც არ უყვართ, ცხოვრების 80%, იმიტომ რომ დღეღამეში რამდენ საათს მუშაობთ. ცხოვრების 80%-ს ატარებენ იმ გარემოში, რომელიც არ მოსწონთ იმის გამო, რომ იშოვონ ფული, იმიტომ რომ საბაზისო მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული ქონდეთ და იცხოვრა. და ამ ყველაფრის ფონზე ეს ადამიანები მეც მირჩევენ, რომ წავიდე ემიგრაციაში, არაფერი არ მაქვს ამის საწინააღმდეგო, ვინც ამ არჩევანს აკეთებს, სწორად გამიგეთ. იმ დროს, როდესაც მე და ალბათ 1-2 ადამიანია, ვისაც ჯერა, რომ მე გამომივა. პირველი 500 ლარი, რომლითაც მე რებრენდინგისთვის ვიდეო გაკვეთილები ვიყიდე, იყო სოციალური დახმარებიდან აღებული 500 ლარი. და მე დავრჩი 5 ლარით. მოდიოდა ახალი წელი და გადასახადი მქონდა ქირაც, საბანკო ვალდებულებებიც, სახლის გადასახადებიც, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ ეს იყო ის ინვესტიცია. ხალხო, წარმოიდგინეთ ახლა რას ვამბობ.
ვარ სრულიად მარტო. ფინანსურად არავინ მეხმარება. გაჭედილი ვარ სამსახურში, იმიტომ რომ ვერ ვმოქმედებ, არ მაქვს ისეთი სიტუაციები. ამას ემატება ჰეითერები, ამას ემატება მუდმივი დანაშაულის გრძნობაში ცხოვრება, ამას ემატება ის, რომ ჩემი ყოფილი ოჯახის წევრები მუდმივად და დღემდე ჩემს გაშავებაზე მუშაობენ, ეს სოციალურ ქსელებში, მათ სოციალურ ქსელებში ცხადად ჩანდა და მე ამისი დამადასტურებელი ფაქტები, რა თქმა უნდა, მაქვს და დღემდე გაგრძელდა სხვათა შორის ეს ყველაფერი, რომ ჩემს გაშავებაზე იყო და ჩემი რეპუტაციის შელახვაზე იყო მიმართული აბსოლუტურად ყველაფერი. და ამ პერიოდში მე არ ვიყავი მენტალურად ძლიერი, ძალიან ცუდად ვიყავი ხალხო, როცა სახლიდან წამოვედი. სიკვდილის სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი, მენტალურად მკვდებოდი, ფიზიკურად რო არ მომკვდარიყავი, სულიერად მკვდარი ვიყავი. და ასეთ მდგომარეობაში ბიზნესი აკეთო არის ურთულესი. მე მახსოვს, როცა ლაშა კალატოზიშვილი მყავდა სტუმრად, სამოტივაციო სპიკერი იყო ლაშა ჩემთან სტუმრად თამთასთან გადაცემაში, მე მახსოვს მთელი ღამე ვტიროდი და მეორე დღეს ავდექი გავიკეთე მაკიაჟი, ლაივის წინ ვიმღერე, იმიტომ რომ სიმღერა მაძლევდა ძალას, მაშინ და ზუსტად ის პერიოდები იყო, როცა მე აქტიურად სიმღერის ვიდეოებს დებდი და ასე შევედი ლაივში. და ყველას რატომღაც ეგონა, რომ არაფერი არ მიჭირდა, ყველაფერი კარგად მქონდა და ეს ეხება, რა თქმა უნდა, უახლოეს ადამიანებსაც, იმიტომ რომ ნუ ეხლა რაღა გიჭირს, ხო გინდოდა ის, რაც მიიღე. და კაციშვილი ვერ ხვდება, რომ სულ რომ შენი ინიციატივით დაანგრიო ოჯახი, გადაწყობა ახალ ცხოვრებაზე, მე სრულიად შევცვალე ყველაფერი, ქალაქიც კი შევიცვალე, წამოვედი ქალაქში, სადაც სამ გოგოს ვიცნობდი. ერთი იყო ჩემი ყოფილი მეუღლის ნათლულის დედა, ამ ოჯახს ვიცნობდი, მეორე იყო ჩემი სტუდენტობის მეგობარი, რომელმაც შემიფარა თავდაპირველად და მესამე ეს იყო ჩემი გუნდის წევრი, ერთ-ერთი მენეჯერი, რამ ადამიანებმა ძალიან დიდი დახმარება გამიწეს, როცა გადმოვედი. და დღემდე ჩემს მხარში არიან. მოკლედ, ამ დროს ოჯახის წევრების პოზიცია ზოგიერთის არის ესეთი, რომ რაღა გინდა, ხო კარგად ხარ, ეხლა ხო კარგად ხარ და მივხვდი, რომ ყველა ადამიანთან საერთოდ უნდა შეინარჩუნო ისეთი კომუნიკაციის, ან ახლა ძალიან მაგარ ამის გეუბნებით და თქვენს გამოგადგებათ, რომ ზუსტად ვიცი უკვე, რომ მეზობელთან რა ენაზე უნდა ისაუბრო, სკოლის მშობლებთან რა სახის კომუნიკაცია უნდა გქონდეს, მეგობრებთან რა სახის კომუნიკაცია უნდა გქონდეს, ნათესავებთან რა სახის კომუნიკაცია უნდა გქონდეს, იმიტომ რომ და თანამშრომლებთან და თანამოაზრეებთან, ანუ ყველა ჩვენ ზოგადად იცით რა თემებზე ვსაუბრობთ ხოლმე, რაც იმ წუთში ჩვენში არის აქტუალური. მაგრამ რაც ჩვენთვის აქტუალურია, იმ ადამიანებისთვის საინტერესო ამ დროს საერთოდ არ არის და ეს აქ ვირევით ხოლმე მე და კომუნიკაციის ენაც ისევე უნდა ვისწავლოთ, როგორც სიყვარულის ენა. ხო და სხვათა შორის ჩემი სიყვარულის ენა საჩუქრების ენაა და მე ჩახუტება, ანუ ეს ჩახუტება და საჩუქრები ძალიან თანაფარდოს, ანუ თუ მჩუქნის ადამიანი ვუყვარ, თუ მეხუტება ადამიანი ვუყვარ, ეგეთი ის მაქვს დამოკიდებულება სიყვარულთან. ხო. ოღონდ ანგარებასთან არაფერი კავშირი არ აქვს, იმიტომ რომ თუ მჩუქნის და მყიდულობს რაღაცას, ესე იგი ჩემზე იფიქრა და ეს ჩემზე რო იფიქრა, ეს არის ჩემი სიყვარულის ენა. ხო. საიდან სად გადავხდი? მოკლედ, ვიყიდე ბრენდინგის კურსი, დავრჩი 5 ლარით და მახსოვს შემდეგ Oriflame-ის თანამშრომლებმა საჩუქრად ახალ წელს, ყოველ წელს ვაგროვებდით ხოლმე ვიღაცისთვის თანხებს და ჩემთვის აუგროვებიათ. პირველი წელი იყო, როცა ვთქვი, რომ მაპატიეთ გოგოებო, მე ვერ გიერთდები და თურმე ჩემთვის გროვდებოდა ის თანხა და იმაზე მეტი მივიღე. იმაზე მეტი მივიღე, ვიდრე მე გადასახდელები მქონდა. ეს რისი ნიშანი იყო, იცით, რომ თუ მე ჩემ თავში ჩავდებდი თანხებს და არ დამენანებოდა სწავლაში ფულის ჩადება, სამყარო ჩემთვის სხვა გზებს გახსნიდა. მერე მალევე და რა თქმა უნდა ეს იყო კრედიტით, გავიარე გიორგი გოგეშვილთან კურსი, სადაც ის ჩემი მენტორი იყო. არ იყო ჩემთვის ძალიან დიდი თანხა იყო ის, რაც გადავიხადე. ამ გადასახედიდან შეიძლება უკვე აღარაფერია, მაგრამ მაშინ კატასტროფულად დიდი იყო ის თანხა, რაც გადავიხადე. რაღაცა გარკვეული პერიოდი ელისოსთან და გიორგისთან მქონდა ურთიერთობა თანამშრომლობის კუთხით და ძალიან გამზარდა ამ ურთიერთობამ და ძალიან მიყვარს ეს ორი ადამიანი და შემდეგ უკვე მათი კურსიც რა თქმა უნდა შევიძინე და გავიარე. და ვაკოს ფულის ფსიქოლოგია, ანუ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე იმ პერიოდში. მერე უკვე რუსული ენის სწავლა დავიწყე და სხვათა შორის წელს ალბათ ძალიან კარგად გავამყარებ იმ ცოდნას, რაც ჩარშან მივიღე. და წელს უკვე ეს არის ბრენდინგის კურსი, რომელიც საკმაოდ წარმატებით გავიარე და ხურე სერტიფიცირებული პერსონალური ბრენდის მენტორი ვარ და აი მოვედი ამ გზამდე.
რატომ გიყვებით ახლა ამ ყველაფერს? როგორ ფიქრობთ, ჩემთვის ასე საჯაროდ ამის საუბარი? იმ ყველაფრის ფონზე, როცა ილახებოდა ჩემი რეპუტაცია, იმ ყველაფრის ფონზე, როცა მქონდა სასამართლოები და მახსოვს ერთ-ერთი შეხვედრა ტრენინგი მქონდა სასამართლოს მეორე დღეს და სასამართლოები ძირითადად გადადების რეჟიმში იყო, მივიდოდით რაღაცაგან უნდა განხილული იყო, მერე გადაიდებოდა და ასე შემდეგ. ძალიან რთული იყო ჩემთვის სასამართლომდე წინა დღეები. ფაქტიურად მერე ხო განვიცდიდი, რომ ეხლა რა იქნება, ეხლა რა მოხდება, ეხლა საით რა მიმართულებას მიიღებს ეს პროცესი და მერე იყო ის, რომ მთელი 2 კვირა მე ფაქტიურად ენერგია მქონდა წარქმეული და ვეღარ მოქმედებდი. ძალიან დიდი ტკივილის ხარჯზე ვარ გაზრდილი. ძალიან დიდი ტანჯვის ხარჯზე ვარ მისული იქამდე, რომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ოქრო დამელომბარდებინე და წავსულიყავი ველნეს ტურსა. და ამ ველნეს ტურზე სხვათა შორის სამყარომ შემახვედრა ისეთ რაღაცას, რომ მითხრა, რომ შენ ახლა აი ზუსტად იმიტომ ვიძახი, რომ 1 წლის უკან ვინმეს რო ეთქვა, რომ ამას ისაუბრებდი, ვერ წარმოვიდგენდი, იმიტომ რომ ეს ძალიან სენსიტიური თემაა ჩემთვის და ძალიან პირადული და ამაზე ადამიანები ძირითადად არ საუბრობენ, მაგრამ როდესაც აი ის გიგანტი რომ გავხდები, რაც მისიაში მაქვს, ეს კადრები დარჩება და ეს ისტორია დარჩება და ვერავინ ვერ იტყვის, რომ თამდაც ვიღაცამ აი ასე გამზადებული მისცა რაღაც. ხო იცით როგორ ხდება ხოლმე, რომ არ სჯერათ ხოლმე მერე, რომ რაღაცა ესე მოვიდა და რის ხარჯზე მოვიდა არ იციან. გონიათ, რომ ვიღაცამ ხელი შეუწყო, რაღაცაში გაუმართლა. ხალხო, ჩემი გამართლება ის არის, რომ ყოველთვის ვირჩევ სწავლის გზას. ყოველთვის ვირჩევ სწავლის გზას. ის ადამიანები ვისაც მოვურჩევდი ხოლმე, თუნდაც ჩემთან ერთად ესწავლათ, თუნდაც ჩემთან ესწავლათ და დღეს რომ იგივე სიტუაციაში კი არა, უფრო უარეს სიტუაციაში არიან. რატო? იმიტომ რომ ვერ აუწყეს ფეხი, ვერ განვითარდნენ და ჩემთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მე უნდა მესწავლე. ჯერ ერთი მინდოდა, რა თქმა უნდა, ფინანსური შემოსავლების ზრდა და მეორე მინდოდა, რომ რაღაცაზე ყურადღება გადამეტანა და ყველაზე კარგად ყურადღება გადამქონდა სწავლაზე. ის მე დამეხმარა, რომ გამოვსულიყავი დეპრესიიდან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და შარშან აგვისტოს თვეში, ივლისის ბოლოს უბრალოდ იწყება ჩემი ძალიან სერიოზული ტრანსფორმაციის წელი. ისეთი რაღაცეები ხდებოდა 1 წლის განმავლობაში ჩემო ძვირფასებო, რომ ეხლა რომ ვუყურებ და ვიხედები 1 წლის უკან, ალბათ ადამიანები 6 წელში ვერ გადიან იმას, რაც მე ამ 1 წელში გავიარე, იმიტომ რომ პიროვნული ზრდა არ არის სწორხაზოვანი. არც ფინანსური ზრდა, არც კარიერული ზრდა, რატომღაც ყველას გონი, აი ფარხმარც რომ მაშინვე დაყრიან ხოლმე, უბრალოდ მეცინება, იმიტომ რომ დღემდე დილით 7:30-ზე 6 საათზე ვდგები, დაახლოებით დღეში 4 საათს ვუთმობ პიროვნულ ზრდაზე მუშაობას, იქ არის მედიტაციები, ლოცვა, მადლიერების დღიურის წერა, თვითპროგრამირების დღიურის წერა, კოუჩთან სესიები, გარკვეული პროგრამების ახლავარდამღების დამუშავებაზე, ანუ ეს არის ბავშვობის ტრამვების დამუშავება, ანუ ძალიან ბევრ რაღაცას გავდივარ ყოველდღიურად იმისთვის, რომ ვიყო ისეთი, როგორიც ვარ და გავხდე ისეთი, როგორიც მე წარმომიდგენია, რომ მინდა რომ ვიყო. საკმაოდ გავზარდე ცხოვრების ხარისხი უკვე სექტემბრიდან, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინა და ჩაუშვი ჩემი პირადი კურსები დამოუკიდებლად, იმიტომ ვიძახი დამოუკიდებლად, რომ მანამდე კომპანიაშიც ვატარებდი ხოლმე ტრენინგებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმებზე ლაივები, ტრენინგები, ჯგუფშიც ჩამიტარებია ტრენინგები, ხო? მაგრამ ისე, რომ მე დამოუკიდებლად ჩემი კურსი შემექმნა და გამომეშვა, ეს არ მომხდარა და ეს მოხდა დიდი დაცემის ხარჯზე, როდესაც რეალურად სულსხას შემოსავალი უნდა მქონოდა და მე გავნულდი. 1 წუთში გავნულდი ხალხო. ანუ ვიცოდი, რომ შემოსავალი მქონდა და სულ რაღაც 1 წუთმა გადაწყვიტა, რომ მე გავნულდი და მახსოვს, რომ 3 დღე ჩავარდი უბრალოდ. და მაშინ ჩემო კოუჩმა მითხრა, რომ იცი რა, რამდენჯერ უნდა შემოგარტყა სამყარომ და შაბათ დღეს ჩავწექი საწოლში, კვირა დღეს ვტიროდი, კვირა საღამოს უკვე გადავწყვიტე, რომ ჩამეშვა ჩემი დამოუკიდებელი კურსი. დავაანონსე 2 შაბათს, რომ 3 შაბათს ჯგუფურ კურსს ვიყიდი და გაიყიდა. პირველი პრეზენტაცია ავაწყე კურსის დაწყებამდე იმ დილით. მეორე პრეზენტაცია 3 დღიანი კურსია, ზოგადად ასეთი კურსია, იმიტომ რომ ჩასმული მაქვს ყველაფერი და ძალიან პრაქტიკულია თან თეორიულთან ერთად, ეს გაყიდვად კონტენტს ეხება.
მეორე პრეზენტაციაც მეორე შეხვედრამდე ერთი დღის განმავლობაში ავაწყე, მე მესამე პრეზენტაცია ძალიან დაბალ ფასად გავყიდე, მაგრამ კარგი დასწრება იყო და საკმაოდ დიდი შემოსავალი ვნახე პირველივე გაყიდვაზე. იმ დროისთვის დიდი იყო ჩემთვის, უფრო სწორად, თორემ ამ გადმოსახედიდან არ არის დიდი ნამდვილად. და თან რა იყო, იცით, როდესაც პირველ ნაკადს იღებ, ყოველთვის ხედავ, რა რა დაამატო, რა მოგეწონა, რას გააძლიერებდი, უფრო რა იყო სუსტი მხარე, რა იყო ძლიერი მხარე და ძალიან მაგარი კურსი შედგა. მქონდა კარგი უკავშირები, კარგ უკავშირებში მე არ გულისხმობ, რომ მხოლოდ დადებით რაღაცებს მელაპარაკებოდნენ ადამიანები. რა თქმა უნდა, აქ იყო ის შენიშვნები, რა შენიშვნებიც გავითვალისწინე, დავნერგე. ამ პერიოდის განმავლობაში შევიცვალე ბინაც და იმ ბინიდან, სადაც მე ვთვლი, რომ ალბათ უკანასკნელი ადამიანი არ შევიდო და ძალიან უნდა გიჭირდეს, რომ ისეთ ბინაში იცხოვრო, როგორშიც მე ვცხოვრობდი და მე ძალიან მიჭირდა, რომ ისეთ ბინაში ვცხოვრობდი, როგორშიც ვცხოვრობდი და გადმოვედი ისეთ ბინაში, როგორცაც ვოცნებობდი. და რა თქმა უნდა, აქ უნდა აწიო, ფინანსური ჭერიც უნდა აწიო, იმიტომ რომ შემოსავლებიც უნდა გაზარდო, გასავალიც უნდა გაზარდო და ამის ფონზე, ამ ყველაფრის ფონზე, რომ ქირით ვცხოვრობ, რომ იმ კუთხით რომ სახლი იყიდე, ყველა მეკითხებოდა, არ ვიყიდე და ჩემთვის არ არის ესე, რომ ნახეთ მე იმ სახლს ვიყიდი, რომელიც მინდა. მოდი ასე ვიტყვი და არა ოღონდ სახლი ვიყიდო, იმიტომ რომ საზოგადოებაში ასე ამიღებული, რომ ხალი რომ ოჯახს დაანგრევს, მე სახლი უნდა იყიდოს, მანქანა უნდა იყიდოს, ძალიან მაგარ ვიდზე უკაცრავად ამ სიტყვაზე უნდა დადგეს და ასე შემდეგ. არა, მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ცხოვრება ზოგადად და ვიცი რომ აბსოლუტურად ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში მოდის მაშინ, როცა უნდა მოვიდეს და ვიყიდე ამ ზამთარს ბრენდინგის კურსი. მადლობა ნინ. ეხლა მე მგონი ჩემი ძალები უფრო იცდება, აქ რამდენად შევძელი ამ ყველაფრის ესე საჯაროდ მოყოლა და თან მე YouTube-ზეც უნდა ავტვირთო თან. ხო. ბრენდინგის კურსი რამდენიმე 1000 ლარიანია ეს კურსი. ვინც ესწრებით ხოლმე ხა ვებინარებს ფასი გაჟღერებულია და იცით, პირველ ნაკადში ვიყავი. ეს იყო კურსი, რომელზეც პირველად დავეჭვდი, რომ შევძლებდი თუ არა ამის გადახდას. აქ თანხებთან მქონდა უფრო საუბარი, თანხები უფრო მაფერხებდა, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დიდი იყო, ვიდრე შევძლებდი თუ არა სწავლას, იმიტომ რომ მე ფაქტიურად 2020 წლიდან ბრენდინგით ვსუნთქავ. და ბრენდი არის ჩემში და ბრენდები ვართ ყველა და მე შევძელი რომ ჩემი ბრენდი შემექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ორი ფლემში მქონდა ძალიან მაგარი ბრენდი შექმნილი, იყო ოჯახის მერე დაცემული რეპუტაცია, ოჯახის დანგრევის შემდეგ დაცემული რეპუტაცია, მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ ის ადამიანები, რომლებიც თითქოს სულტარს მიკრავდნენ და მაღმერთებდნენ, უცბად დაიკარგნენ. და უცბად ტაშის მხრიდან გადავიდნენ იმ პოზიციაში, რომ აღარც კითხულობენ, აღარც გეხმიანებიან, აღარც შენთან ურთიერთობა აღარ უნდათ, თითქოს მათ რაღაცა დაუშავე. ანუ შენ დაანგრი ოჯახი, მაგრამ მათ დაუშავე რაღაცა, თითქოს შენთან ურთიერთობა სირცხვილია. მე მახსოვს იმდენად მარტო ვიყავი. ძალიან რთულია, მაგრამ უნდა ვთქვა. იმდენად მარტო ვიყავი, რომ ხატების კუთხესთან ვიდექი და მარტო ღმერთს ველაპარაკებოდი. ვეჩხუბებოდი, ვუყვიროდი, ვიცინოდი, ვეკითხებოდი, რომ ეხლა ეს გამოცდაც, ესეც და მახსოვს ერთხელ ვწიოდი და ვკიოდი, რომ რა ვერ მასწავლე, რა გინდა. დღემდე ეგეთი დამოკიდებულება დამრჩა ღმერთთან, არა ისეთი ლოცვა, რომ დადგე და ესეც ლოცულობ ხოლმე, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ფსალმუნებს რაც ეხება, მაგრამ ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა დავიწყე, იმიტომ რომ მეტი გამომლაპარაკებელი არავინ არ მყავდა. იმიტომ რომ ყველას ერიდებოდა, რატომღაც არ უნდოდა ჩემთან ურთიერთობა და როდესაც მე ფეხზე დავდექი და ეს ადამიანები დაბრუნდნენ, მივხვდი რომ ჩემთვის აღარაფერს აღარ ნიშნავდა და ზუსტად ასეა რომ მე შუაგულ ოკეანეში მიგატოვებს, აღარ უნდა გიკითხოს ნაპირზე როგორ ხარ და როგორ გამოაღწიე საერთოდ, იმიტომ რომ თუ მაგარი ხარ შუა ოკეანეში იყავი ჩემთან ერთად, მაშინ იყავი ჩემთან ერთად, როდესაც არაადეკვატურია ჩემი ქცევები, მაშინ იყავი ჩემთან ერთად, როცა ძალიან მიჭირს. ან მაშინ იყავი ჩემთან ერთად, როცა ძალიან მიხარია და ადამიანებს ეს უჭირთ. ამ ყველაფრის ფონზე შემოძვირფასება და ყოველდღიური მუშაობის და სწავლის ფონზე გუშინ წინაც ახალი კურსი ვიყიდე. იმიტომ რომ მე ვიცი რა ძალაა სწავლაში, რა ძალაა თვითგანვითარებაში და სამყარო როგორ გიბრუნებს საკუთარ ცოდნაში ჩადებულ ერთ თეთრსაც კი.
რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია, მეგონა რომ მაინც და მაინც სხვებისთვის უნდა გავეცა რაღაცა და სინამდვილეში ადამიანები ვერ შევიყვარებთ სხვა ადამიანებს, როცა საკუთარი თავი არ გვიყვარს, იმიტომ რომ ესე იგი ტყუილი ადამიანების სიყვარული შერჩევითი სამართალი გვაქვს ამ დროს. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, ანუ სხვები გვიყვარს, საკუთარი თავი არ გვიყვარს, საკუთარ თავს უკან წევთ სხვების გამო, იმიტომ რომ ის სხვები უპირატესია ჩვენთვის და ამ დროს ესე იგი შერჩევითად გიყვარს ადამიანები, რაღაცა მიზეზების გამო გიყვარს ადამიანები, იმიტომ რომ შენ ხარ პირველი ადამიანი საკუთარი თავისთვის. და რასაც გასცემ და რასაც ჩადებ შენ თავში ის გიბრუნდება. და მე დავიწყე ამ ფულის გაცემა ჩემი ცოდნისთვის. და მე ამ ცოდნის გაცემა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან სჭირდება და მე მივედი ჩემს მისიამდე. ალბათ არ ვიცი რატო იყო ესეთი მტკივნეული ეს გზა. მართლა არ ვიცი, რატომ უნდა მენტორობა ხო ეს ჩემი მოწოდება, სწავლება ზოგადად აი სალონში წარ. სხვათა შორის იმ საოფისე იმაში, აი ხა გამახსენდა შორენა თუ მიყურებს მე ისიც დამიწერს, შორენას ვასწავლე, მაშინ ის საოფისე პროგრამებით მუშაობა, მაშინაც კი თქვენ წარმოიდგინეთ სხვა ვიყვანე და სხვა სწავლიდი. ანუ ეს რომ ვიღაცისთვის მე ჩემი ცოდნები გადავცე, ეს არის ჩემს სისხლში. ისევე როგორც გაყიდვები, ისევე გამოცდილების და ცოდნის გაზიარება და გადაცემა სხვა ადამიანებში და ალბათ მენტორობამდე რომ მოვსულიყავი, ეს გზა უნდა გამეარა? ესეთი რთული უნდა ყოფილიყო? მაგრამ მადლობა უფალ სიმჭილდოებისთვის, რასაც მაძლევს, იმიტომ რომ მე სწორი ინვესტიციები გავაკეთე. წარმოიდგინეთ მაშინ, როცა მთავაზობდნენ, რომ გათხოვდი, ხარში მდგომი გეყოლება. დღემდე იციან ხოლმე მარტო რომ ხარ შეჭიდებული ყველაფერს, რომ გათხოვდებოდე, წარმოიდგინეთ როგორ ერევიან ჩემს პირად სივრცეში, როგორ ცდილობენ შემოსვლას, რომ ამას რო აჟღერებენ საერთოდ და რომ ფიქრობენ ერთი, ახლა ყველა მაგას ფიქრობს, რომ რატო უნდა იყო, მარტო უნდა რაღაცა გააკეთო, მაგრამ იმ მიზნით გათხოვდე, რომ შენ საკუთარ პასუხისმგებლობებს შენს თავზე ვერ იღებ და ვიღაცა გჭირდება იმისთვის, რომ ფეხზე დადგე. ეს არის ჩემთვის მარადმი და მიუღებელი. ჯერ ერთი ზოგადად სხვანაირად უყურებ მაგ თემებსაც, პირადი ურთიერთობების თემებსაც და მე კიდე მაგ მიზნით, რომ წარმოიდგინეთ როგორი ანგარებიანია ეს ყველაფერი, რომ იმიტომ გათხოვდე, რომ ვიღაცა ყავდეს, ვიღაცა მხარი დაგიჭიროს, ვიღაცამ ფინანსურად დაგიხმაროს და ასე შემდეგ. უფრო ძლიერი იყო. მე არ ვთვლი, რომ ხალხს კაცი სჭირდება აუცილებლად იმისთვის, რომ ფეხზე იდგეს. პირიქით ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე საქართველოს რეალობაში კაცი არის ქალისთვის ხშირად ტორმუზი და ჩემს ურთიერთობაში კაცი იყო ტორმუზი. ამიტომ ახლა როდესაც მართლა შეუჩერებელი ვარ იმ მიზეზით რომ ვიღაცა, აი ნახეთ როგორი ფორმულირება აქვს, პატრონი ყავდეს და უპატრონოს ვგავარ. ანუ ეგ შეკითხვა მიჩნდება, უპატრონოს გავართ, ამ დროს ადამიანები უბრალოდ თავის პასუხისმგებლობას იცილებენ, რატომ სხვას აბრალებენ, ანუ სხვაზე გადააქვთ იმ ვიღაცაზე, ვიზეც მე გავთხოვდები, გადააქვთ პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ გონიათ, რომ მათი გასაკეთებელი სინამდვილეში მათაც რო შეუძლიათ, რომ გაგიკეთონ თუ გულით უნდათ მართლა შენს მხარში დგომა და თუნდაც სწორი მესიჯებით და სწორი რჩევით, ამას აბარებენ სხვას, რომ აი ვიღაცა იქნებ მხარში და აუცილებელია შენთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაშინ როცა ემიგრაციას მირჩევდნენ. ხო, ხვის ხარჯემ ცხოვრები არაშემდგარი ქალები, ასე ვერ დავარქმევ, ვიღაცისთვის კარგი დედა როა და კარგი მეოჯახე როა, კარგი პირობითია, ვისთვის რა არის კარგი, არის უკვე ნიშნავს უკვე იმას, რომ ის შემდგარია, ხო? და ემიგრაციაში წადი, მაღაზიაში მოლარეთი მუშავე ან კონსულტანტად, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამ შემოთავაზებების შემდეგ მე შევძელი და იმ ფონზე, როდესაც არავის არ სჯეროდა ჩემი, სულ რამდენიმე ადამიანს მე 1-2 მყავს ისეთი ადამიანი, ალბათ მხოლოდ 2, ვისაც მაშინაც კი სჯეროდა ჩემი, როდესაც ნულს ქვემოთ ვიყავი. მაშინაც კი სჯეროდათ ჩემი გადაწყვეტილებების. მაშინაც კი მეუბნაოდნენ, რომ კი, შენ შეგიძლია, შენ ადგები და ესე არ იქნება ყველაფერი და მე რო არ ვიყო, ნახეთ თან პიროვნებაში ვარ, თან სწავლობ, თან მუშაობ და თან კიდე ჰეითერებს ებრძოლე, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია უკვე, ანუ თავიდან ძალიან მტკივნეული იყო ის ყოფილი ოჯახის, ვთქვათ, სტატუსები იყო, მესიჯები იწერებოდა თუ რაც იწერებოდა, მე ამ მესიჯების კომენტარებში ჩემი ლანძღვის წაკითხვა იყო კიდევ კატასტროფა და საშინელი შეგრძნება ხალხო საკუთარ თავზე, რომ ისეთ რაღაცებს კითხულობ, რომ ეს ჩემზეა? ანუ მე ესეთი ვარ, იმ ადამიანებისგან თან ვინც არ გიცნობენ იმ სიტყვებზე დაყნობაზე, რომელსაც ჩემი ყოფილი მეუღლე ვთქვათ ავრცელებდა თავის სოციალურ ქსელში, ხო? ამ ყველაფრის ფონზე
ან უნდა მეპასუხა ამ ყველაფერზე, ან უნდა ამერჩიე ჩემი გზა და მე ავირჩიე ჩემი გზა. უბრალოდ ყველაფერს ტოვებ უპასუხოთ დღემდე, არ მაინტერესებს ჩემზე ვირა სიტყვის. მე უბრალოდ ჩემს გზაზე მივდივარ. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია უკვე ვინ რას ფიქრობს. აბსოლუტურად ყველაფერზე ჩამომიყალიბ და საკუთარი შეხედულებები იქიდან გამომდინარე, რომ დღეს რომ ადამიანები აზრს გამოთქვამენ, სად იყვნენ ეს ადამიანები, როდესაც მე ძალიან მიჭირდა. და მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც ჩემს ხარში იყო, ესენი არიან ჩემი მასწავლებლები და ჩემი მენტორები. ძალიან დიდი მადლობა მათ. კომპანიაური ფრთებშიც ძალიან დამეხმარნენ, თავისი ცოდნის გაზიარებით, მხარდაჭერით, მხარში დგომით, რჩევებით, ჩემი მენტორები, ვისთანაც ვისწავლე, მადლიერი ვარ გიორგი გოგეშვილის, ვაკო დარჩია ძალიან დამეხმარა თავისი რჩევებით, მერი დარჩია ასევე, ელისო, გიორგი, ისინი არასდროს არ დაგზარდებიან, როცა რაღაცას თხოვ და შეეკითხები და ყოველთვისაც არიან გიპასუხონ. ის ადამიანები, ვინც მე გავიცანი ამ სწავლის გზაზე, იმიტომ რომ საოცარი ადამიანების გარემოში მოვხდი და ალბათ ეს ყველაფერი უნდა გამევლო, რომ მე აქ მომხედრილიყავი და აქამდე მოვსულიყავი. თვითკმარი, მაგალითად შეფასებს გქონე ხელი არ დაჭდება კაცის ფინანსების იმედზეო. ჩვენ მაღალი სტანდარტები გვაქვს, მაგრამ ყველას თავისი სტანდარტები აქვს. ჩვენი გადმოსახედიდან ასეა, თუმცა უფრო მეტად მიმღები გავხდი და გამგები გავხდი ყველა ქალის მიმართ აბსოლუტურად, ვინც რა გადაწყვეტილებას იღებს. ამიტომ რომ ვიღაცა შეიძლება ოჯახში იმხელა ფუნქციას კი სრულობდეს, რომ იმ შემოსავლებზე ძალიან დიდი იყოს მისი ის ფუნქცია იმ წუთას. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, ჩემი დღევანდელი ლაივის მორალი არის ის, რომ დღეს რომ თამთას ხედავენ და უნდათ რომ შენაირი ვიყო მინდა, გამიგია, შენ რომ მიაღწიე ეგრე მინდა მივაღწიო, უბრალოდ გირჩევთ რომ ძალიანაც ნუინატრებთ რომ ჩემნაირად მიაღწიოთ, იმიტომ რომ მე არ გამივლია მარტივი გზა. დღეს ეს აღარ არის მტკივნეული გზა, ეს არის უბრალოდ რთული და დამღლელი გზა, იმიტომ რომ ყველა პრაქტიკის შემდეგ წარმოიდგინეთ, ვისაც ეს თუნდაც NLP პრაქტიკები გაგიკეთებიათ, ან პიროვნულიზდის პრაქტიკები გაგიკეთებიათ, ან თუნდაც ყოველდღე მადლიერების ღიური 2 საათიანი წერითი პრაქტიკები, 5 წუთიანი წერითი პრაქტიკა, ანუ აფირმაციების წერა და ასე შემდეგ, ვისაც ეს ყველაფერი სისტემაში ჩაგისვამთ და გაგიკეთებიათ, არ ვიცი თუ ხართ ასეთები, მიხვდებით რომ ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვს. და ძალიან დიდი დაღლის და ნებისყოფის ხარჯია ის ყველაფერი, რაც ეხლა მე მაქვს. მაგრამ მადლიერი ვარ, იმიტომ რომ არ ამერჩია ეს გზა, რომ არა მუდმივად სწავლის სურვილი, სწავლის წყურვილი, რომ არა ის, რომ მე აუცილებლად უნდა მქონდეს ჩემი პროფესია, რომ არა იმის სურვილი, რომ მე უნდა ვიცოდე მინიმუმ 2 უცხო ენა და დღეს აი ეს არის ჩემი წიგნები, რომლითაც წელს სწავლობ, ამ ორივე წიგნს დავასრულებ წელს. რომ არა ეს მონდომება დღეს ამოვბეჭდა და აქ იმიტომ მიდევს, დღეს მე ვინ ვიქნებოდი. და მინდა კარგად დაიმახსოვროთ, მე რომ იმ ადამიანებს უსმენდე, ვინც ჩემი კეთილის მსურველები არიან. მე რომ იმ ადამიანებს უსმენდე, ვინც სხვადასხვა თავის წარმოდგენებს მახვევენ თავზე. და ხშირად ოჯახში უფრო ხდება ეს ვიდრე გარეთ და ძალიან ახლო მეგობრებში ვიდრე გარეთ, ვინ ვიქნებოდი დღეს თქვენ გეკითხებით. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, არავის არ უსმინოთ, არავისი ცხოვრება არ ინატროთ, არავისი არ თქვათ რომ ვიღაცას გაუმართლა და იმიტომ არის დღეს იქ სადაც არის, უბრალოდ ფოკუსი, მთლიანი ფოკუსი გადაიტანეთ საკუთარ თავზე. საკუთარ შიგნით რას ჩადებთ, აი საკუთარ შინაგანში რას ჩადებთ, აქ გადაიტანეთ ფოკუსი, საკუთარ გონებაში რას ჩადებთ, აი აქ გადაიტანეთ ფოკუსი და აი აქედან მოდის მერე უკვე აბსოლუტურად ყველაფერი. ეხლა მე დავაგვიანე, შეხვედრაზე გავბივარ, ზუსტად 10 წუთი დამიგვიანდა და ძალიან ცუდი ტონია ჩემგან, იმიტომ რომ 154 ადამიანია ეხლა ვინც ჩემს ტრენინგს ელოდება. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომდევნო ცოტა უფრო სამუშაო თემაზე იქნება მომდევნო ლაივი, გისურვებთ წარმატებებს და ძალიან დიდი მადლობა რომ მთელი საათზე მეტი ჩემთან ერთად იყავით. ურმესი მადლობა დაგემშვიდობებით და სხვათა შორის მომწერეთ რა თემაზე ისურვებდით ჩემგან ლაივის გაკეთებას და ავარჩევ ყველაზე აქტუალურ თემებს.